მადლობა დიანა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ეხ, შოუის ტრაგედიის შემდეგ დღეს ძალიან ბევრი განსხვავებული ემოცია ირევა ერთმანეთში. დღეს ჩვენ გლოვობთ, წუხვართ. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, თუმცა ამავე დროს საზოგადოების უდიდეს ნაწილს დაეუფლა უმწეობის განცდა და დაეუფლა უამრავი შეკითხვა გაუჩნდა. უმწეობის განცდაში გულისხმობ მათ აინტერესებთ ხვალდაზე, ამა თუ იმ ლოკაციაზე, რამდენად იგრძნობენ ისინი თავს უსაფრთხოდ. რამდენად უსაფრთხო ამა თუ იმ ლოკაციაზე, თუ კი ისინი გადაწყვეტენ ოჯახი წაიყვანონ დასასვენებლად, თუ არ არის უსაფრთხო. ეს არის ის საკითხები, რომელიც დამოკლეს ბახვილივით დაეკიდა ყველა ქართველს საქართველოს მოქალაქეს თავზე და არავინ თითქოს არ აპირებს ხელისუფლების მხრიდან ამ დამოკლეს ბახვილის თავიდან მოხსნას კითხვებზე პასუხების გაცემით. და ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველანი დღეს გლოვობთ, თუმცა საქართველოში წესად ნამდვილად არ უნდა ვაქციოთ ტრაგედია. არ უნდა ვაქციოთ ტრაგედია არ უნდა იქცეს, წესად არ უნდა იქცეს ტრაგედია და ვფიქრობ, რომ სტიქიურ უბედურებაზე არასწორი რეაგირება დიახაც, სწორედაც რომ წესად ამკვიდრებს ტრაგედიას და არა გამონაკლისად. უამრავი შეკითხვაა საზოგადოებაში და აი ამ დროს სამწუხაროდ ხელისუფლება ცდილობს ჩემის აზრით და არა მხოლოდ ჩემის აზრით, უმრავლესი თქვენი ტელემაყურებელი იგივეს ფიქრობს, რომ ძალიან ბინძურად, ჩემის აზრით კიდევ უფრო მეტად დავამძიმებდი შეფასებას, ამორალურად, ამ უბედურებას მოარგოს გარკვეული პროპაგანდა ხელისუფლებამ და ის ბუნებრივად გაჩენილი კითხვები ოპოზიციურად განწყობილ განსაკუთრებით საზოგადოებაში და არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში მონათლოს როგორც დესტრუქცია. არადა მიმაჩნია, რომ სწორედაც უნდა გავაგრძელოთ ხმამაღლად საუბარი ამ თემაზე, ამ საკითხზე დავსვათ შეკითხვები, რომ მომავალ უბედურ შემთხვევებს რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი და საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლოს. ეს არის ჩემს აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ითქვას, ბუნებრივი კატაკლიზმები, უბედურებები, სტიქიური უბედურებები ხდება და სამწუხაროდ აუცილებლად მოხდება. გარდაუვალია, უბრალოდ შესაძლებელია მინიმიზება სვერპლის. ეს სტიქიური უბედურებები აუცილებლად მოხდება მომავალში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიცით, რომ კლიმატის ცვლილებების პირობებში უბედურებების რისკები არის გაზრდილი. ეს არის ფაქტი, ამაზე საუბრობენ მეცნიერები, გეოლოგები, ხომ? მაგრამ ამავე დროს მეორე მხრივ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იმ საუკუნეში, რომელ საუკუნეში ჩვენ ცხოვრობთ, ამ სტიქიური უბედურებების საწინააღმდეგო მონიტორინგის, ასე ვიტყოდი, საშუალებებიც არის ერთიორად გაზრდილი და განვითარებული. და აქ ჩნდება კითხვები ხელისუფლების მიმართ. ბევრი კითხვა დაიბადა უკანასკნელი პერიოდის მოდი ნიკა, მივყვეთ ამ კითხვებს. ის რომ სხვათა შორის მე ძალიან ბევრს ვესაუბრები სპეციალისტებს, გეოლოგები, სეისმოლოგები, მათ შორის მყინვარის სპეციალისტები, ასეთი მეცნიერება ყოფილა, გლაციოლოგია, იმათაც ისინი ამბობენ, რომ ამის პროგნოზირება არის შეუძლებელი, ეს არის ფაქტობრივად მიწისძვრასავით, მაგრამ რა იყო შესაძლებელი? მოდით მივყვეთ შეკითხვებს, რომელიც მე ვახსენე სოციალურ ქსელში თქვენს ბევრს წერდით ამის თაობაზე. მივყვეთ თქვენი აზრით, რა იყო შესაძლებელი? თან ისე მე ძალიან პატივს ვცემ იმას, რომ ეს არ იყო სპეკულაციური, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველგვარი პოზიცია მოვისმინეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის სპეკულაციურიც. დიახაც, მადლობა ამ შეკითხვისთვის. ბევრი კითხვა დაისვა მათ შორის თქვენს ეთერებში, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო სხვანაირად და მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც თვლის, ვისაც სჯერა, რომ ბევრი რამ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო. პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ, რა უნდა გაკეთებულიყო, როგორ უნდა გაკეთებულიყო სხვანაირად, მნიშვნელოვანია ორ კომპონენტზე ვისაუბროთ. პირველი, პრევენციული ღონისძიებების გატარება, ეს არის პირველი კომპონენტი და მეორე კომპონენტი სახელმწიფოს როგორ უნდა განეხორციელებია სამაშველო ოპერაციები. სამწუხაროდ მე მიმაჩნია,
რომ ორივე კომპონენტში სერიოზული ჩავარდნები იყო. პირველი კომპონენტი მთლიანად ჩავარდა და მეორე კომპონენტშიც უამრავი პრობლემა დაფიქსირდა. მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ გამოყოფილი იყო 70 მილიონი ლარი წინასწარი შეტყობინების სისტემის დასანერგად 2016 წელს, როდესაც კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე გადაფასდა რისკ ფაქტორები. UNDP-ის მეშვეობით ეს თანხა იყო გამოყოფილი, შესაბამისი დასკვნა დაიდო, ფულიც გამოიყო, მაგრამ სამწუხაროდ არანაირი წინასწარი შეტყობინების სისტემები არ იქნა დამონტაჟებული. მხოლოდ და მხოლოდ ორ ადგილზე არის დამონტაჟებული მსგავსი სისტემა. ეს არის ვერესხეობა და დევდორაკის ტრაგედიის შემდეგ. აი ამ ორ წერტის დევდორაკის დიახაც, სადაც არ მუშაობს ეს სისტემა. გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული შეტყობინება, ხომ, რამდენიმე დღით ადრე. დღეს ვახსენე სხვათა შორის, დღესაც იგივე პროგნოზი აქვს და ასეთი ტიპის პროგნოზებს ხშირად აკეთებს ეს ამ ტიპის ტრაგედიის აი აქ არის. ანუ სიგნალად შეიძლება წინსწრებად ავრცელებენ დიახაც ინფორმაციას. დღეს ზუსტად იგივე ტექსტი გავრცელდა ამ სააგენტოს მიერ შოუში დატრიალებული ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე. ვინ მოახდინა ამაზე რეაგირება, როგორ დავიდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტამდე, საერთოდ დავიდა თუ არა ეს ინფორმაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტამდე, ხო? ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ რომ რაღაცა წყემსმა ან მესაზღვრემ შენიშნა წყლის შემცველობის მატება, ხო? ოფიციალური უწყება აფრთხილებდა განცხადებით მოსახლეობას, ხო? და ამ განცხადებაზე ამდენი ადამიანი უნდა მოეცვა ქვეყანაში, ხო ბუნებრივია ტრაგედიის შემდეგ გავიგეთ ყველამ, რომ ასეთი განცხადება სააგენტომ გაავრცელა საკუთარ, არ ვიცი, Facebook გვერდზე თუ ოფიციალურ რომელიღაცა ვებსაიტზე. დავიდა ეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტამდე და თუ დავიდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტამდე მოსახლეობა იქნა გაფრთხილებული, ამ კითხვებზე პასუხი ჩვენ მივიღეთ, არ მიგვიღია. ასევე მყინვარულ მდინარეებზე მონიტორინგის სისტემები რომ უნდა დამონტაჟებულიყო, ამაზე მეცნიერებს აქვს დასაუბარი და ილაპარაკეს წლების განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ ყურადღება არავინ მიაქცია. და ეს კითხვები საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, არსებობს უკვე ტრაგედიის შემდეგ კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, იმიჯური გამოსახულება, სადაც ჩანდა, რომ რამდენიმე დღით ადრე 27 ივლისს კონკრეტულად უკვე იყო მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილებები მყინვარზე და ტრაგედიამდე 2 საათითა და 15 წუთით ადრე შეინიშნებოდა წყლის შემცველობის მატება, ზღვარს გადაცდა, ხომ? აი, რომ ყოფილიყო შესაბამისი მონიტორინგი ამ პროცესებზე, არადა რისკ ზონაში შედის შოვი წლების განმავლობაში, 10 წლების განმავლობაში. ამავე დროს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოფიციალური უწყება გაფრთხილებს. თავისუფლად იყო შესაძლებელი რისკის მინიმიზება, სხვერპლის მინიმიზება, გადარჩენა ბევრი სიცოცხლის. მე ნამდვილად ასე მიმაჩნია და არა მხოლოდ მე. წარმოიდგინეთ, როდესაც დინება დაიწყო 8 წუთი უნდა და დასახლებულ პუნქტამდე, ამ ღვარცობს რომ იქამდე მიეღწია. აი ამის მონიტორინგი რომ განხორციელებულიყო, ბუნებრივია იქ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა, მეტუმეტეს შოვის ერთი მხრიდან მეორე მხარეს რომ გადასულიყო ადამიანი 4 და 5 წუთამდე უნდოდა. რატომ არ ახორციელებდა ხელისუფლება ამ მონიტორინგს და განსაკუთრებით დიახაც, როდესაც ვიცით, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურს დებულებაში 2018 წელს დიანა ჩაეწერა ამოცანებში, რომ მათი ამოცანა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ამოცანა არაუბრალოდ სამაშველო ოპერაციების განხორციელებაა, არავითარ შემთხვევაში პირიქით პრევენციული ღონისძიებების გატარებაა და ზადყოფნის ორგანიზებაა და ამ ყველაფრის ფარგლებში ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება და ფუნქციებში საგანგებო სამსახურების სიტუაციების სამსახურს იგივე მათ მიერ მიღებულ დამტკიცებულ დებულებაში 2018 წელს გარკვევით უწერიათ,
რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების დამონტაჟება არის. ანუ ფუნქციურად ეს სამსახური, ანუ სახელმწიფო იღებს ამის ვალდებულებას, მაგრამ არაფერი ბოლო პერიოდში ბევრჯერ გაიხსენეს მინისტრების გასულ წლებში გაკეთებული კომენტარები, რომ 3 წლის განმავლობაში ასეთი წინასწარი შეტყობინების სისტემა იქნებოდა ყველა კრიტიკულ ზონაში დამონტაჟებული. და ახლა დიანა გულსათქენია ნამდვილად, ხო? როდესაც გავიმეორებ და ვხედავ, რომ პროპაგანდის, ასე ვთქვათ, რაღაცა ორომტრიალში გახვიოს ხელისუფლებამ ის ყველაფერი, რაც მოხდა ნაცვლად იმისა, რომ გავიაზროთ, რომ ხვალდაზე ჩვენ აღარა ვართ დაზღვეულნი, რომ სხვა რაიონში, კუთხეში შეიძლება იგივე მოხდეს. გასაგებია, მსგავსი ტრაგედიები ერთი და იგივე ადგილას არ მეორდება ყოველწლიურად და არც 10 წლებში ერთხელ, ხო? შესაძლებელია 50 წელიწადი გავიდეს და შოვში არაფერი არ მოხდეს, მაგრამ 51 წელს ნამდვილად უნდა მოხდეს და ნამდვილად მოხდება. ასე ასკვნის მეცნიერება, მაგრამ ის რაც რისკის შემცველი იყო, დაუშვათ 50 წელიწადში ერთხელ, 30 წელიწადში ერთხელ, 20 წელიწადში ერთხელ კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, ეხლა რისკ ფაქტორები გაიზარდა. ნიკა, ვილაპარაკოთ სამაშველო ოპერაციაზე. და უკვე მომხდარი სტიქიის შემდეგ ამ პერიოდის მართვაზე პროცესის აქ სად იყო სუსტი რგოლები, რა გამოჩნდა? ჩემზე კარგად მე რამდენიმე რა თქმა უნდა მეცნიერთა პროფესიონალთა მქონდა შესაძლებლობა საუბრისა და სამწუხაროდ ბევრი არ არის ისეთი ადამიანი ვინც საჯაროდ საუბრობს. მათ შორის თქვენს ეთერებში, აი ვინც ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა და მოусმინა, კომპეტენტური ადამიანები არიან, ხო, რამდენიმე. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი, არა და ბევრი მეცნიერი გყავს, ხომ, ერიდება პროფესიულად თქმას, ტყვილი საჯაროდ. და პოლიტიკურად თქواس სიმბაქვე საჯაროდ. რატომ? იმიტომ რომ ამ აბა შევეხები მოგვიანებით პოლიტიკური სისტემის ბრალია. პოლიტიკური სისტემის ბრალია, როდესაც მეცნიერს, რომელსაც ისედაც არაფერს არ ეკითხება სახელმწიფო, არა და ყავს ასეთი მეცნიერი, როდესაც მისი საჭიროება არის, როგორც არასოდეს ის ვერ საუბრობს, იმიტომ რომ ბიუროკრატიული წნეხის ქვეშ არის მოქცეული. რაც შეეხება უშუალოდ სამაშველო ოპერაციას, რომელიც სახელმწიფომ წამოიწყო, ხო, ხა არ არის ახალი. პირველი 24 საათია გადამწყვეტი. პირველი 24 საათია გადამწყვეტი, ამიტომაც კი ალბათ 24-იც არა, ალბათ პირველი 2-3 საათი. პირველი 3 საათი თვითონაც არ უარყოფენ. დიანა, ძვირფასო მაყურებლებო, რომ მათ ზომები ვერ მიიღეს და არ მიიღეს. და თითქოს მთელი აქცენტი გადაიტანეს, იცით რა, რომ აი ვერტფრენი ვერ შეფრინდებოდა, იმიტომ რომ იყო საშიში ვერტფრენისთვის. და აი როდესაც ჩვენ ავაფრინეთ ვერტფრენი თვეების წინ, ტრაგიკულად ხო დაიღუპა ვერტფრენი, აი ეს პროპაგანდა მათი ვერსია არის ასეთი, რომ ეს ზღვარცობს ვერავინ ვერ გადაურჩებოდა, რაშიც ახლა შეწინააღმდეგება არ ვიცი და რაც მოხდა და შემდეგ უკვე თქვათ არაფერს აზრი აღარ ქონდა, ეს იყო ხელისუფლების თავარი ნარატივი. დიახ, ნარატივი არა, პროპაგანდა, თავადაც არ სჯერათ. თავადაც აჯერათ, იმიტომ რომ ვიწრო პარტიულ ინტერესში არის და ფიქრობენ, რომ შოვის ტრაგედიამ მათ ელექტორალური რაღაც უპირატესობა არ დააკარგინოს, ან არ დაზიანდნენ, აქ არიან, ამ მორევში არიან, თორე როგორ ეხა ყველა მეცნიერი დღეების განმავლობაში საუბრობდა და მაინდა-მაინც მეცნიერობა და დარგში ჩახედულობა არ არის მნიშვნელოვანი აუცილებელი, რომ იცოდე, რომ წინსწრეფი ინფორმაციის გაგება მოსალოდნელი სტიქიური უბედურების თაობაზე შესაძლებელია, როცა საკითხი ეხება წყალდიდობას, როცა საკითხი ეხება ღვარცობს, მეწყერს, ზვავს, რთულად საქმე მიწისძვრის პირობებში, მაგრამ იქაც შესაძლებელია განსაზღვრა რისკ ზონების, რომ შენებელმა შესაბამისი გრადობის შენობა ააშენოს. მიწისძვრას უტოლდება თავისი არაპროგნოზირებადობის თვალსაზრისი. აქ უბრალოდ ამაზე ხო არ საუბრობ. უკვე დაძრული სტიქიის პრევენცია, ამიტომაც უკვე დაძრული სტიქიის კი, დიანა. რა თქმა უნდა, აქ უკვე ყველა უძლური იქნებოდა, ამიტომაც სისტემა, პრევენციული სისტემა უნდა ყოფილიყო ამუშავებული. რაზეც ვისაუბრე და რაზეც ბევრი საუბრობს ასევე და ვეცადებ ცლად
და არა დემაგოგიურად მესაუბრა. პრევენციის სისტემა, როდესაც არ არსებობდა, რა თქმა უნდა, ღვარცოფი რო წამოვა იმ რვაწუთში, როდესაც არ იცი და ლაჟვარდოვანიც აიყო, ბავშვები ბადმინტონს თამაშობდნენ და არაფერი არ მოასწავლებდა, არ ჩეკაკუხილი იყო, არ წვიმა იყო, არც ეთქმა იყო, ფსიქოლოგიათაც არ ელოდებოდნენ, ხო? მსგავს სტიქიურ კატაკლიზმას და მოხდა ის, რაც მოხდა. მაგრამ პრევენციული ღონისძიებები რო გაეტარებია შესაბამის უწყებას, რომელსაც ეს ევალებოდა დებულებითაც, დაეყენებია იქ მონიტორინგის სისტემა, მე მჯერა, აფშუაში არ აქვს სპეკულაცია, მე მჯერა, რომ ძალიან ბევრი სიცოცხლე გადარჩებოდა, მაგრამ არ უნდა მიეცეს ახლა მივიწყებას ეს ტრაგედია, რომ ხვალ და ზეგ აუცილებლად სანმე დატრიალდება ეს მსგავსი ბუნებრივი უბედურება, ხო? სტიქიური უბედურება და მინიმუმ ნაკლები მსხვერპლი რომ მოიტანოს. აი 1960-იან წლებში ძალიან ბევრმა არ იცის, მათ შორის არც თბილისელმა და საქართველოს მოქალაქემ, სვანიძეს ქუჩას რატო ეწოდა სვანიძეს ქუჩა? სვანიძეს ქუჩა ცნობილი გახდა მთელი საქართველოსთვის იქ დატრიალებული ტრაგედიიდან გამომდინარე. არა და 1960-იან წლებში, როდესაც პირველად დაიტბორა ზოოპარკი, ჰიდრომეტეოროლოგი იყო. ცნობილი ბატონი გივი სვანიძე და მისი სახელობის ქუჩას ატარებდა და რატო? იმიტომ რომ მან 1960-იან წლებში ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკი რო დაიტბორა, გახსნა მონიტორინგის ცენტრი დიანა, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ, ფუნქციონირებდა 2015 წლის ტრაგედიამდე, ხელმეორედ როდესაც დაიტბორა ვერესხეობა, მაგრამ იმ მოყირჭებული სტანდარტებით, რომელიც 60-იან წლებში იყო და ვერესხეობის ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე ამ მონიტორინგის ცენტრმა თბილისის მერიას მატერიალური სახით წერილობით აცნობა, რომ შეინიშნებოდა ნეგატიური ცვლილებები და კანცელარიაში დარეგისტრირდა ალბათ, ხო რაღაცა ხელით აკრეფილი ინფორმაცია. წარმოიდგინეთ, ეხლა ამისთვის რომ ყურადღება მიგვექცია, ამისთვის რომ სახელმწიფოს ყურადღება მიექცია, ეს ტრაგედიას იქ არ განმეორდებოდა. 50-60 წელიწადი შენ მონიტორინგის სისტემა უნდა განავითარო, უნდა ამუშავო თანამედროვე სტანდარტებით, რომ ერთხელ მოხდება ეს უბედური შემთხვევა და იმ ერთხელ მოსახდენ უბედურების შემთხვევას არ არიდო სიცოცხლეებით. თქვენ გაქვთ კითხვები ისევე როგორც ძალიან ბევრ მოქალაქეს, პოლიტიკოს, როგორ გესახებათ, რა ფორმატში, ვინ უნდა გაქცეთ პასუხი, იმიტომ რომ ეხლა ვახსენებ, სწორედ მე ვახსენე, რომ თქვენ ფორმალურად ხართ ნაციონალური მოძრაობის წევრი და ამ პარტიის იდეა არის, ამ პარტიის სურვილი არის, რომ საგამოძიებო უბრალოდ მათ მოითხოვეს საგამოძიებო კომისიის შექმნა და ამ ხრივ მოძრაობა დაიწყეს უერთდებიან ვაშაძეს გუნდით, სხვა პოლიტიკური ჯგუფები გარდა გახარიასი გუნდისა, რომელმაც თქვა, რომ ეხლა ეს სპეკულაცია ამაზე საუბარი. ეს არის თუ არა საშუალება? მე მიმაჩნია, რომ კითხვები, რომელიც არსებობს, აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს, აუცილებლად, იმიტომ რომ ეყო ამ სახელმწიფოს ქარაფშუტულად მოქცევა ნამდვილად და განსაკუთრებით ამ ხელისუფლების პირობებში, რომლებიც სხვაგვარ პოლიტიკურ სისტემას აშენებენ და ააშენეს. ჩემთვის, რა თქმა უნდა, პრობლემა არის ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც ბიზინა ივანიშვილმა ააშენა და ანვითარებს და ეს ჩემთვის არის ავტოკრატიული პოლიტიკური სისტემა. და მიმაჩნია, რომ ამ სისტემის ცვლილების გარეშე ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან უბრალოდ არ გაიზრდება. ახლა მიმაჩნია, რომ საერთოდ არც არსებობს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვები, რომელიც შეიძლება დაისვას, არ ვიცი, კომპეტენტური სახელმწიფო რომელიმე შტოს წარმომადგენლის მიმართ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში არ უნდა დაისვას. თუ შეიქმნება, მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ხელისუფლება ქართული ოცნება საკუთარი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, განაჩენისთვის მზად არის საკუთარივე ხელით, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ მსხვერპლს შემთხვევით და ღვთისწყალობით გადარჩენილს თავს დაესხან და მას შემდეგ რაც საზოგადოებრივ რეაქციას დააკვირდებიან, ბოდიში ყასიდად მოიხადონ, ასეთი ხელისუფლება ვერ იქნება მზად პასუხისმგებლობის აღებისთვის. მე მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ქართულმა საზოგადოებამ და ქართული ოცნება უნდა იქნეს ჩამოშორებული მართვის სადავეებისგან. კი ბატონო, აი ნახეთ ახლა თქვენ ეს საარჩევნო პროცესია მანამდე წელიწადი და კიდე რამდენიმე თვეა. მანამდე მე თუმცა ის რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებ
თუმცა ახლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ესეც მიმაჩნია და ხვალ რასაც გააკეთებთ, ზეგ რასაც გავაკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგიდან ეს საკითხი არ მოიხსნას. იმიტომ რომ ჩვევია ამ турბულენტურ პოლიტიკურ ცხოვრებას ერთი ტრაგედიის გადაფარვა მეორე ტრაგედიით, რა პირველად და მეორედ ხომ არ ხდება, ხო? და ქართულ ოცნებას ეს გეზია, რასაც ახლა ვაკვირდები. ხო, მაგრამ ნახეთ ნიკა ხელისუფლება ახლა ეთერში არ დადის, თქვა პასუხისმგებლობი, გადაწყვეტილების მიმღები, რომელსაც შეკითხვას დაუსვამ, კითხვებზე პასუხი როგორ უნდა მივიღოთ, თქვა, ახლა ერთი და იგივე ადამიანები კითხვებს დასვამენ ჩვენს ეთერში. მე არ მინდა რომ ინიციატივა დავგმო. მე არ მინდა. არა, ცნობიერების ამაღლება არ მოიხსნება, ახლა ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ხელშესახებად ყველა ვიგრძნოთ განურჩევლად პოლიტიკური მწამსისა, რომ ნებისმიერი წყალდიდობა, ნებისმიერი ზვავი, ნებისმიერი გვარცოფი, ხო, მეწყერი შეიძლება ჩვენთვის გახდეს სასიკვდილო და მომაკვდინებელი. და ამისათვის არსებობს შესაბამისი სისტემები, ხახო, არსებობს ისე ნათლავენ ვერტფრენების არარსებობას ქვეყანაში, რომ დამატებით უმწეობის განცდას ამვითარებენ, რომ თითქოს ჩვენ საუბრობდეთ რაღაცა მილიარდი დოლარის ღირებულების ვერტფრენებზე, ხო? 10 მილიონი დოლარის შესაბამისი სამაშველო ვერტფრენი. არც ერთი ვერტფრენი არ ყავს სამაშველო სამსახურს, დიან, არც ერთი. სულ 6 ვერტფრენი ყავს ქვეყანაში, 2 პოლიციას თუ არ ვწდები, 2 თავდაცვას და 2 სასაზღვრო პოლიციას. სამაშველო სამსახურს თავად სამაშველო სამსახურს, რისთვისაც ის არის შექმნილი, ანუ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ერთი ვერტფრენი არ ყავს. არადა ყველა რეგიონში, 10 რეგიონში თბილისის ჩათვლით უნდა იყოს სამეგრელოში ერთი სამაშველო ვერტფრენი არ უნდა იყოს. ეხლა არის კურორტები, არის რისკ ზონაში შეყვანილი კურორტები, სადაც ხალხმრავლობა, ხო, ზაფხულობით და არა მხოლოდ ზაფხულობით, ზამთარშიც მე მინახავს არ დავასახელებ განზრახ 2 წლის წინ ერთი ტრავმატოლოგი ყავს. ვერტფრენზე კი არ არის საუბარი, ერთი ცალი ტრავმატოლოგია და შეიძლება ფეხი მოიტეხო და ამ დროს მიხვიდე და ტრავმატოლოგი გასული იყოს, არ ვიცი, შეიძლება იმაზე ლანჩზე, ხო? ადამიანია ისიც. აი არასერიოზული დამოკიდებულება იმ ინდუსტრიისადმი, რომლისგანაც უდიდესი უდიდესი გავაძლებს საუბარი, უდიდესი შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტში და შემოვიდეს, ანუ ტურიზმიდან. გარეკავენ ალბათ. კი ბატონო, გისმენთ პროდიუსერს თქო დავუკავშიროთ. აქედან გამომდინარე, ეხლა არ უნდა მოვერიდოთ კითხვების დასმას, ნამდვილად. კითხვების დასმა არის მნიშვნელოვანი, რაც არ უნდა ეხლაც ისმის ახლა. კი ბატონო, გისმენთ. რაც არ უნდა პროპაგანდა დაგვიპირისპიროს ხელისუფლებამ, რომ თქვენ მაშინ, როდესაც ჩვენ გლოვობთ, თითქოს ისინი გლოვობენ და ჩვენ არ გლოვობთ. როგორ შეიძლება ბედნიერი იყოს, ეხლა აი ნებისმიერი ზუგდიდელი, ან ნებისმიერი მეგრელი სამეგრელოში, თბილისში, ქუთაისში, საქართველოს მოქალაქე, როდესაც ხედავს მამა მშობელი ჯერ შლამში მოყოლილი და დაღუპული შვილის თოჯინით, როდესაც დადის და ამ კადრებს აკვირდება ყოველ დღე სოციალურ ქსელებში. ბედნიერი როგორ უნდა იყო, როდესაც თუ არ ახარ რკინის მართლაც, ხო? თითქოს ისინი გლოვობენ, მაგრამ ჩვენ არა, მაგრამ ჩვენ ბუნებრივად ვსვამთ ამ შეკითხვას, იმიტომ რომ ნდობა ხელისუფლებისადმი არის განულებული. რა უნდა გაკეთებულიყო რისკების პრევენციისთვის? ის უნდა გაკეთებულიყო და თავისუფლად არის ეს შესაძლებელი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება თუ ყავს, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე ყავდეს შესაბამისი პროფესიონალი, რომელიც ამ რისკ ფაქტორებს აფასებს და მონიტორინგს ახორციელებს და აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას. გადატენილია, ხო, მუნიციპალიტეტები პარტიული აქტივით, რომელთაც არაფერი არ ევალებათ გარდა ერთ რაღაც რიგით კალენდარულ წელიწადს, 2 თვით ადრე ხმების მობილიზაცია ხელისუფლებისთვის. როცა შეგიძლია დაუბრუნდები კომისიის თემას, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელი არ არის და ამიტომ ხართ, თქვათ, გაქვთ სკეპტიციზმი და რომ იყოს ეს იქნებოდა რაღაც ტიპის სიმართლის გარკვევის საშუალება. მე დიახაც, მადლობა, მე არ ამგონია, რომ ოპტიმიზმით იყვნენ განსხვავებული თავად ამ idეის ავტორნი. მე არ ვამბობ არასწორი იდეა. და აი დაინახოს კიდევ საზოგადოებამ, რომ ხელისუფლება არ არის ანგარიშვალდებული საზოგადოებასა, თორე რა უდგას წინ, რომ შეიქმნას ეს საგამოძიებო
კომისია, ხო? ან დროებითი, ან ზოგადად საგამოძიებო კომისია, მაგრამ ამას არ გააკეთებენ ისინი, ჩვენ ძალიან კარგად ფორმალური ინიციატივაა, თუ ფიქრობთ, რომ მათაც, ვთქვათ, დიდი ოპტიმიზმი არა აქვს? არა, მე ამას არ ვამბობ, რომ ფორმალური ინიციატივაა, მაგრამ ეხლა დიდწილად, როდესაც საქართველოს ამჟამინდელ პარლამენტში ხარ, ყველა ინიციატივა პრაქტიკულად გინდა არ გინდა ფორმალურად ირაცხება, იმიტომ რომ აბსოლუტური უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას, გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შენ არ შეგიძლია. პოლიტიკური დებატები, აი როგორც ასეთი პოლიტიკური დებატები, აი ეს კულტურა თითქოს აღარც არსებობს წლების განმავლობაში, ხო? მედია სივრცეებში რო არსებობდეს, ეხლა რამდენ რამეს შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხიც ასე აქტუალურად არ დამდგარიყო, თუ კი თქვენთან მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენელი მოვიდოდა და დებატებში დაждდებოდა რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, ან პოლიტიკოსთან, ასე შემდეგ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, სად არის სიმართლე, იმიტომ რომ აქ აღრევა ხდება ტყვანმართალის პროპაგანდისტული არხებით, ხო? სატელევიზიო არხებს არ გულისხმობ მხოლოდ. და ეს კულტურა ნამდვილად არის დასაბრუნებელი და მოსაპოვებელი და ვინ თუ არა ჟურნალისტები თქვენგან ისეთ ამის დანაკლის, ხო? დიდწილად. რატომ არის რომ ქართული პოლიტიკური ოპოზიციური კლასი ხშირად და სამართლიანად რუსთაველის გამზირისკენ ვიხედებით? და ცერა გვაქვს ქუჩის საპროტესტო აქციებზე, იმიტომ რომ კონტაქტური პოლიტიკური, ასე თქვა, შეხება ჩვენს ქართული ოცნების სახელმწიფო წარმომადგენლებთან არ გვაქვს და საზოგადოება ვერ ხედავს, რომ შენ რა იდეა გაქვს, შენ რა ხედვა გაქვს, შენ რა ფსოხედველობა გაქვს, შენ რა სიზამთრე მსგავსი ტრაგედიის არ მოხდენისთვის, ის რას პასუხობს, სპეციალურად არ დგება ეს დებატები, რომ შენაჩვენო, შენი კვალიფიკაცია, შენი მომავლის კონსტრუქცია დასახო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მიდის გაუთავებელი პინგ-პონგი ხელისუფლების პროპაგანდისტული ბაცილებით. რომ იტყვიან ერთს და მე შენ უნდა უპასუხო, მე შენ იტყვის სიმართლეს და ეს ამბობს რომ ტყვი ხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტი ხო არის ჯიუტი. 13 ადამიანი დაგვეყუპა ვერესხეობაში თანამედროვე ქართველები, რასაც მოვესწარეთ, ხო? 2015 წელს 13 ადამიანი თუ არ ვწდები, არა და იქაც შეიძლებოდა რომ 13 ადამიანი არ დაღუპულიყო, იმიტომ რომ არსებობდა იქვე სვანლიძის ქუჩაზე მონიტორინგის ცენტრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხელისუფლების უდიდესმა წარმომადგენლობამ არც იცოდა რომ სვანლიძის ქუჩაზე იქ ვაკეში მონიტორინგის ცენტრი არსებობდა და ნალექს ზომავდნენ ვედროში მაპატიეთ. აი ასე და ხელით წერდნენ მონაცემებს და კანცელარიაში არეგისტრირდნენ თბილისის მერიაში. ახლა დაიღუპა ამდენი ადამიანი და არ ვილაპარაკოთ, რომ რატო ეხა ემოციური აშლილობა არ დაემართოს ბატონ ყობახიძეს, რომელიც პირადად მაქვს ნანახი, როგორ რეაგირებს, თუნდაც მძიმე და შეიძლება არაკორექტულ კრიტიკაზეც კი პირადად მაქვს ნანახი, ხო, ფიზიკურად. ამიტომ ეხა ამბი ბუნებას ოპოზიცია და ოპოზიციის განწყობილი საზოგადოება კრიტიკაზე ახლა კარგი რეაქციები ვის აქვს? არ არის კომფორტული. არა, გასაგებია, მაგრამ იქაც შეიძლება, ყოველ შემთხვევაში არ უნდა მოსვენა არ არის, მაგრამ ნუ ნირი და არ უნდა დაკარგო და არ უნდა გახალთული არ უნდა გახდე და პასუხისგაცემა უნდა შეგეძლოს, როდესაც ქვეყნის მართვაზე გაქვს პრეტენზია. თუ მართალი ხარ, რაც არ უნდა აგრესიული ოპონენტი იყოს, საგმობრივად როდესაც შენ გელაპარაკება. მე ვფიქრობ, იცით რა, ეხლა მე ვიყავი ვარ და ვიქნები, შეიძლება ყოფილიყო ხშირად რადიკალური, მაგრამ არასოდეს არ მაგდა უკომპრომისობა და ასე ვიქნები, იმიტომ რომ ხედავ, რომ მიუხედავად იმ ნიჰილიზმისა, მიუხედავად იმედგაცრუებისა, მიუხედავად ძიმე პროცესებისა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს ყველა დარგში, ხო, შანსი ამ ოჯადოებული წრის გარღვევის არსებობს და აუცილებლად გავარღვევთ. ამ ოჯადოებულ წრეს სიმართლით, მორალური კონტრასტით, კონტრასტული სხვაობით, რომ საზოგადოებამ დაინახოს კაფიოდ რა არის ქართული ოცნება ერთხელ და სამუდამოდ და მისი ალტერნატივა რა არის და ვინ არის და ჩემის აზრით ოპოზიცია უნდა იყოს სიმართლით შეიარაღებული. ბიზინა ივანიშვილს ამ რეჟიმს რომლისთვისაც არ ვამბობ იმას, რომ ადამიანის სიკვდილი როგორ შეიძლება პრაგმატულად არ გაუხარდებოდათ, ხო, ეხა ბუნებრივია, ამას არასოდეს არ ვიტყვი, მაგრამ ის რომ ეხა ფულის გაკეთებაზე არიან გადასულები და ის რომ მეორე მესამე პლანზე არის ის საკითხები, რომელიც აწუხებს მაგალითად ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს, სოფლის მეურნეობაში, რიგით ზუგდიდეს, რიგით სუთაისას, ეს ამას ნამდვილად ვამბობ. 150 მილიარდი განკარგეს, 150 მილიარდი ლარი განკარგა ქართულმა ოცნებამ, რაც ხელისუფლებაში არის 2012 წლიდან დღემდე.
ხო, აი ყოველწლიური ბიუჯეტი როდგებოდა ჯამში 150 მილიარდი ლარი. და ამ 150 მილიარდი ლარიდან დიანა 20 მილიარდი განკარგა და დახარჯა გზების მშენებლობაზე. რაღაც ესტაკადების თითქოს, რაღაცა გვირაბების, ჰაივეების, ხო, გზატკეცილების და ნუ არ ვიცი ხა ბავშვაც იცის უკვე შეუძლებელია დასავლეთ საქართველოსთან მიდიოდე უკვე აღმოსავლეთ საქართველოში თბილისში და არ აგეშალოს ფიქრი რომ გააღწევ რიკოც უნებელა თუ არა. არა და 20 მილიარდი აქვს დახარჯული. რატო? იმიტომ რომ პოლიტიკური კორუფცია ჭამს ყველაფერს და პოლიტიკური კორუფცია უბრალოდ ფულს კი არ პარავს და ჯიბიდან კი არ გვიღებს ფულს. ფულს პარავენ, კლასიკურად ჯგეს კორუფცია, მაგრამ ხალხური ენით არის ძარცვა. ძარცვა არის და დავასრულებ ამ სამს, მაგრამ ამ პოლიტიკურ კორუფციას მოაქვს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ეს ვიხილეთ. ეხლა ანრი ოხანას საერთოდ გამოსწორებენ, რავი ქართული ოცნების დეპუტატები არ ფიქრობენ მეცნიერებზე, ნამდვილად არ ფიქრობენ. არა და ნუ ეხლა ეს რო იყოს ქვეყანა, სადაც რელიეფი სხვაგვარია და არ ვიცი, ორი მთა გაქვს მარტო და მთიანი ქვეყანა არ ახარ შესაძლებელია. ბოლოს მინდა კითხვა აუცილებლად რაიმე სიახლე ხომ არ არის თქვენ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მახსენე რომ ფორმალურად ისევ ხართ ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა ეს პრეისტორია იცის მაყურებელმა, ახლა წარმოადგენთ თქვენ ნაციონალურ მოძრაობას, ანუ ეს ზაფხული გამოიყენებთ თუ არა ჩამოყალიბებისთვის, რას იზამთ სექტემბრიდან. მე ამ დღეებს, რა თქმა უნდა, ვატარებ ახლა დასავლეთ საქართველოში და აქტიურად საზოგადოებასთან და საუბრობთ ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მე ერთი რამ შემიძლია ახლა გითხრათ, რომ ვიქნები ბრძოლაში, იმავე ბრძოლაში, რომელშიც შემოვედი 2013 წელს და ჯერ მიზანი და ამოცანა არ არის შესრულებული, ბიზნე ივანიშვილი არ არის დამარცხებული და მიმაჩნია რომ ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა არის, მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვიქნები იქ, სადაც არის სიმართლე, სადაც მოქალაქესთან საუბრის მე არ მწვენია, სადაც ვგრძნობთ მორალურ უპირატესობას ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. ქართულ ზღაპრებშიც კი, მეც არაფერს არ ვიტყვი. როდესაც 9 თავიან გველეშაპს ებრძვი, შენ იგივე თუნდაც 3-4 თავიანი გველეშაპით, იმ 9 თავიან გველეშაპს ვერ ამარცხებ. ამარცხებენ იქაც სიმართლე და მე ამას არ ვამბობ. შეეცდებით რაღაც. ანუ დღეს ნაციონალური მოძრაობა სამთავიანი გველეშაპია და თქვენ შეეცდებით სამთავიანი დასამარცხებლად სხვა პლატფორმა ნახოთ. მე ვამბობ იმას, რისი თქმაც სურდა ახლა მოვა დრო ამაზე ვისაუბრებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას მე არ ვაპირებ, მაგრამ ვიქნები ამ ბრძოლაში. რომელი პლატფორმიდან და როგორ და რანაირად ამას რა თქმა უნდა თქვენის მეშვეობითაც და მადლობა შესაძლებლობისთვის რომ არსებობს და სხვა ანუ სხვა პარტიაში არ გადახვა. მე ამაზე არ ვსაუბრობ. კი ბატონო. უახლოესი მომავალი ჩვენ გვიჩვენებს ყველაფერს. იქ ვიქნები სადაც არის სიმართლე და სადაც არის ხალხის ინტერესი და შესაძლებლობა რომ ხალხის ინტერესი აისახოს პოლიტიკაში და არა პირიქით. მადლობა დიდი. კი ბატონო, მადლობა ნიკა მელიას, მე მას დავემშვიდობები. იზუგდიდიდან